1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მოსახვედრად სრკ ნაკრები შესარჩევში მესამე ჯგუფში მოხვდა და მასთან ერთად გამოდიოდნენ ჩეხოსლოვაკია 2-0, 1-1, ველსი 0-0, 3-0, ისლანდია 2-1, 5-0 და თურქეთი 4-0, 3-0. საშინაო ორი თამაში მოსკოვში, ხოლო ორი თბილისში 1991 წლის 28 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიასთან 2-0 და 18 ნოემბერს ველსთან 3-0. ორივე თამაშს 80,000 მაყურებელი ესწრებოდა. 8 თამაშიდან ნაკრებმა 6 მოიგო, 2 ფრე და არც ერთი წაგება ბურთები შეფარდება 17-2-ზე. ამ 17 გოლიდან 6 გოლის ავტორები ქართველი ფეხბურთელებია. ალექსანდრე ჩივაძემ თურქეთს გაუტანა, ვიტალი დარასელიამ ველს, ხოლო რამაზ შენგელიამ თურქეთს სტუმრად და სახლში გაუტანა, ხოლო ჩეხოსლოვაკიასთან ორივე გოლი მის ანგარიშზეა. ქართველებიდან 6 მატჩი ითამაშეს ალექსანდრე ჩივაძემ და თენგიზ სულაქველიძემ, 5 მატჩი და 4 გოლი რამაზ შენგელია, 5 მატჩი ვიტალი დარასელიამ, ხოლო 1 მატჩი დავით კიფიანმა და ვლადიმერ გუცაევმა.